გატენილი იქნება აქედან დაწყებული მაისიდან დამთავრებული ოქტომბრით. ანაკლის შემდეგ სოფელი განმუხურია. 2008 წლის 12 აგვისტოდან აქაურობას ერთხანს რუსულ-აფხაზური შენაერთები აკონტროლებდნენ. ახლა განმუხურში ბათუმის ახალი ბულვარის მსგავსი ბულვარი შენდება. და ეს მშენებლობა პირდაპირ ენგურს გაღმა და გამოგმა საქართველოს შორის დამპყრობლის მიერ გავლებულ ზოლთან სრულდება. აი ეს არის. ამ ზონის იქით უკვე აფხაზეთი. აი ეს არის ჩვენი ხაზი ახლა. არა, ბოლო ეს არის ხო ის სადაც რომლის იქითაც არ გვიშება. გარკვეული საზოგადოებრივი წარმოგნების მაინც გაუგებარი არის ხოლმე, რატომ კეთდება ეს პროექტები? იმიტომ რომ ეჯერით ეს უნდა კითხოთ ადგილობრივებს, როცა ადგილობრივებს დაუწეს ერთ დღეში ყველაფერი ამათ. ჩვენ თავრობაში თბილისში შეიკრიფა და ჭკვიანი უსახებით შეელობით რომ ეხა არ შეიძლება უსაფრთხო ბარიზდოს საშუალებას აქ ხალხმა გითხრათ ჩვენ გვინდა ხელახლა ბანაკი ჩვენ გვინდა ხელახლა რესტორნის გაკეთება ჩვენ ვაკეთებთ თქვენ პოსტკორდ ჩვენ გავაკეთებიათ და მივეცით ნებართვა 1 აგვისტოს აქ მოვედი მე თუ არ ვცდები რაღაც 25 აგვისტოს შემდეგ 25 აგვისტო იყო და ხა ძალიან მაგარი ღამის ცხოვრება ბათუმში მე მინახე ღამის ცხოვრება სადღაც იქ რა ვიცი იბიცაზე მაშინ რა ქვია საფრანგეთში ესპანეთში მალაზიაში და ეგეთ ადგილებში ამერიკაში ყოველგვარი გაზვიადებს გარეთ ჯერ ბათუმი არაფრით ჩამორჩება ხოლმე მე ზაფხულში მაგრამ აქ როგორც იყო ეს ღამის პირველ საათზე მოვედი არავიდან გაგუფრთხილებია უბრალოდ მოვოდექით სავსე ახალგაზრდობა ყველა დისკოტეკა გაჩაღდებული აი პულსირებს რაღაცა აი ვარხლა და ენერგია ყველამი და აი ესე 16 ბულა განლაგებული მე 16 მომჯენილი ამ საიზღრობაზე და აქეთ ცხოვრება და იქით უდაბნო სიბნელე გამოუვალობა ჩიხი აი ვისაც ენატრება პუტინი გადაიხედოს იქით ის რაც ამ კედელთან ხდება ერთი შეხედვით ადამიანს დაავიწყებს რომ აქაურობას 2 წლის წინ ომმა გადაუარა საქართველოს გამყოფი კედლის პირისპირ დგომა მძიმეა მით უფრო ქვეყნის მეთაურთან ერთად როცა აკეთებ ერთ-ერთ რო რჩები აი ამ იდიოტური კედლის პირისპირ და ხვდები რომ გრადა რომ კიდე ხო აი აქ ამას ვაკეთებთ ნახეთ ყველაზე კარგი ზღვა აქ იწყება და რამდენი რაღაც გაკეთება შეიძლება და რამ ცნობილია ჩვენი ხალხი არის გამოყრილი სახლებიდან და სანამ ეს ხალხი გამოყრილია რა თქმა უნდა ბედნიერება პირად ჩემი ბედნიერება არ არსებობს ეს ასე ჩემთვის მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ბედნიერი და წარმატებული მისაც რომ ყველა ტერს მიუჩინოს თავის ადგილი ამაში ვარ დარწმუნებული განმუხურიდან ზუგდიდში მივგზავრებით ამერიკის საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, მისი თქმით, ჰილარი კლინტონის პირველი ვიზიტია საქართველოში და ამერიკის სახელმწიფო მდივანი საკუთარი თვალით ნახავს იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, როგორც ცნობილია, ჰილარი კლინტონის საქართველოში 5 ივნისში ადგილზეც ჩამოთვლა. ოკუპაციის ზოლს აქეთ პრეზიდენტთან ერთად ჩვენი მოგზაურობის შემაჯამებელი ინტერვიუ დადიანების სასახლეში უნდა ჭიწეროს. თქვენთან ერთად სპეციალური რეპორტაჟის დღევანდელი მოგზაურობის ბოლო გაჩერება ზუგდიდია. აქ ჩვენგან ძალიან ახლოს ენგურს გაღმა და გამოგმა საქართველოს შორის დგას ოკუპანტი და სიმბოლურია რომ ეს ინტერვიუ იწერება სწორედ აქ ზუგდიდში. დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის ამდენი დრო და პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. ბატონო პრეზიდენტ, როცა თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით, საქართველოს მოსახლეობას მათ შორის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას დააპირებდით ქვეყნის გაერთიანებას. მას შემდეგ იყო აგვისტოს ომი და ოკუპაციის ახალი ძლიერი ტალღა. რისი თქმა შეგიძლიათ დღეს აქედან ზუგდიდიდან 100,000-ობით დევნილისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის. როგორია თქვენი როგორც სახელმწიფოს მეთაურის იმედები და მოლოდინები მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე? თავარი ჩვენი მიზანი ყოველთვის არის და იყო ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო და ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ქვეყნის გაძლიერება, უნდა გავაგზავნოთ ქვეყნის განვითარება, უნდა ვიმუშაოთ ძალიან მნიშვნელოვანად, შევინარჩუნოთ ერთიანობა, ეს არის თავარი. და ერთიანი ჩვენი პოლიტიკური ერთიანობის პირობებში თავარ საკითხებზე
ბევრად წარმატებული და განვითარებული ქვეყნის პირობებში ჩვენ რა თქმა უნდა შანსები კვეთად გაგვეძლება. ბატონო, თქვენ სწორედ სპეციალურ რეპორტაჟში საწყომიცემულ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ საქართველოს პასუხი ოკუპაციაზე არის ეს აღჩენებლობა და მეტი დემოკრატია და ასე რეფორმები და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ თქვენთან ერთად მოვინახულეთ ანაკლიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, ასევე ჯავახეთში თქვენ გეგმავთ გარკვეული პროექტების განხორციელებას და მე გამახსენდა ნინო კირთაძის ერთ-ერთი ბოლო ფილმი, და თქვენ როცა თქვენ სიტყვას ამზადებთ, იმეორებთ, რომ უპერსპექტივობის და უიმედობის განცდა საქართველოში აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს. აი ნიშანდობლივია, რომ ამ ომის შემდეგაც კი ვერ მოხდა ამ განცდის დაბრუნება ისე როგორც ჩვენ გვახსოვს ამ უპერსპექტივობის განცდის ხანგრძლივი პერიოდი საქართველოში. რა იარაღია აი ამაში სწორედ ის აღშენებლობა, რომლის მასშტაბების წარმოქმნაც იყო ძალიან რთული ომის და ფინანსური კრიზისის ფონზე. იცით, ამას წინათ ვკითხულობდი რაღაც ისტორიულ ნაშრომებს ქართველებზე შაჰ-აბას პირველის კარზე, რომელიც იყო ირანის დიდი შაჰი, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა საქართველოს დამაგრებელი დამაქცევარი ქართული კარგად იცოდა. მის კარზე ქართულად ისე ლაპარაკობდნენ როგორც მეფის რუსეთის კარზე ფრანგულად. საქართველოს უყვარდა, მაგრამ თავისებურად უყვარდა ისე რომ უნდა რომ შემოხვდა კისერს და დაეხჭა. და ეს ისტორიკოსები წერენ, რომ ქართველები, ეს მისიონერები წერენ, თვითმხედველები იყო ძალიან ადვილი სამართავი ხალხია, იმიტომ რომ ასე მათთვის საერთო მტერი არ არსებობს, საერთო პრობლემა არ არსებობს. ყოველთვის ერთმანეთს ჭამენ, ყოველთვის ერთმანეთს ებრძვიან, ყოველთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, ყოველთვის ერთმანეთს ძირავენ. და რო ნახოთ საერთოდ რაც არის ამ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რუსეთისთვის, რომელიც თვითონ საკმაოდ ძალიან პრობლემატური ქვეყანაა, მართვა არის ძალიან ადვილი. ხა სიტყვაზე ყველა შუა აზიის ქვეყანამ და კასპიის ზღვის აუზის ქვეყანამ კარგად რომ მოილაპარაკოს, საერთოდ რუსული სატრანსპორტო დერეფანი ჩამოინგრეოდა, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს გზა არის ყველაზე ადვილი, მაგრამ მინდა ამ ქვეყნებს სულ ერთმანეთთან აქვს პრობლემები. უზბეკეთს ყირგიზეთთან პირიქით რამდენიმე მეზობას თქვა სხვა ერთმანეთთან იგივე ყაზახეთთან მიმართებაში გარკვეული პრობლემებია, სხვა ტარიფებთან მიმართებაში კოორდინაციას დაკავშირებით, ამიტომ რუსეთში შეიძლება შვიდად იყოს ეს ქვეყნები მისი აზრით ვერასოდეს ვერ მოელაპარაკებენ და ყოველთვის შეიძლება შვიდად ყოფილიყო საქართველოში, იმიტომ რომ მისი აზრით ქართველები ვერასოდეს ვერ მოელაპარაკებენ. პირველად საქართველოს შექმნა პრეცედენტი კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფოებრიობის. როცა ყველა ერთმანეთს წამეთ კი არის დაკავებული, როგორც ეს სხვა ჩვენ ხდება თეთრი ქართულ პოლიტიკურ ძალებში, თუ გინდა იხილოთ რა შეიძლება ყოფილიყო საქართველოს მმართველობის დონეზე, ესენი რო ყოფილიყო ხელისუფლებაში, იქნებოდა რომ ქართველები დაჭამდნენ ერთმანეთს. ეს უკვე აღარ მუშაობს და ამან გააცოფა საბოლოო ჯამში პუტინი. ამან გააკეთა ის, რომ მან შემოიღო ჯერ ენერგოემბარგო, შემდეგ ეკონომიკური ემბარგო, შემდეგ ომი უკვე, მანამდე უამრავი პროვოკაცია და ჩვენ არ ჩამოვშერდა და ჩამოვიგეთ. ამაზე უფრო ცუდი ახალი ამბავი მათთვის შეუძლებელია რომ წარმოვიდგინოთ. ნუ ქვეყანა რომელსაც გადაუარეს მართლა თავზე, რომელსაც წინას კვერზე, სახლის წინ სკვერზე ამოუშენეს მეორე შენობა, მიუხედავად ის სახლი იზრდება, შენდება, ვითარდება და ამ ხალხს არ დაუკარგავს იმედი და პერსპექტივის განცდა. ამას ინათ ერთი ამერიკელი მეუბნებოდა გიყურებთ, რომ გაუგნებული ვარ, რომ ამდენი რაღაცა გადაიტეროს ერმაო და მაინც ასე შეელოსო ხიარულება, ოპტიმიზმიო, ენერგია გქონდესო, ეს ძალიან მშენებლობაც არის ოპტიმიზმი. ეს არის ის, რომ ჩვენ ყველაზე მეტი აი ზუგდიდი თითქოს ხო აქ უნდა ყოფილიყო ჩიხი, ყველა სხვა ქვეყანაში ესქნება ჩიხი. აქ ცხოვრობს 4-ჯერ მეტი მოსახლეობა და ცხოვრობდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია აფხაზეთიდან დევნილი. აქ პრაქტიკულად ყველანი ეკონომიკური განვითარების საშუალება იყო მომსპარი. მრავალი წლის განმავლობაში აქ დათარაშდნენ ბანდიტები, ყაჩაღები, გადაბუგეს, გადაწვეს, გადაუარეს, ოჯახი არ ყოფილიყო არ შესულიყო და მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტი ეკონომიკური აქტიურობა თუ სადმე არის საქართველოში კიდე არის ერთ-ორ სხვა რეგიონში, მაგრამ მათ შორის პირველ რიგში აქ და ესე იგი ამ ხალხმა ყველაფერი გადაიარა მათ თავზე და მაინც არ დაკარგა სიცოცხლის ხალის და მაინც არ დაკარგა მომავლის წვერა და სხვა შორის სულ ცოტა სიტყვები მთავრობისგან. ერთადერთი რაც მithხოვენ რომ მთავრობა ხელი არ შეუშალოს და იყვნენ დარწმუნებული თბილისში არის მთავრობა რომელიც იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და დანარჩენს ჩვენც გავაკეთებთ. აი ჩვენ ხალხს რომ დაევაპარაკოთ ქუჩაში, მათი მთავარი გზავნილი არის სწორედ ეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენს ოპონენტებს მაინც უჭირთ გაიგონ რატომ ხდება ამ ხელა აქცენტის დასმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როცა ქვეყანაში არის ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი და ძალიან ბევრს აქვს თავის გატანის
პრობლემა. რითი შეგიძლია თქვენ აუხსნათ რიგით პენსიონერს, რომ მისთვის ასე მნიშვნელოვანია ესე როგორც სახელმწიფოში დაიგოს გზები, აშენდეს ავადმყოფოების, განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები, როცა მისი ერთ-ერთი ძირითადი ინტერესია პენსიის მომატება და კი, მაგრამ მაგალითად რუმინეთში ახლა ვიყავი, რომელიც ევროკავშირის წევრია, უნდა ძალიან დიდი ლოცვით უკვე. პენსია არის თითქმის $100 იმის გათვალისწინებით და ბევრი რამე ჩვენზე უფრო ძვირი ღირს. ჩვენი პენსიას უტოლდება დაახლოებით. მომენტ ეხლა ეკონომიკური კრიზისი ხო დაარტყა და პენსიის მინიმალური პენსიის შემცირება გადაწყვეტს 25% და იყო ადგილები, სადაც პენსია არ გაიცემოდა. არის ბევრი ქვეყანა, სადაც კიდე მეტი შეამცირეს. საქართველოში ეს არ მოხდა.